ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. ვრცლად რამდენიმე წუთში ქრონიკაში. სოციალური პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადებების მიღება დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. საღამო მშვიდობისა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური. დღის მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. რეგიონის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. თემაზე ვრცლად მარიამ სოლოღაშვილი მოგიყვებათ. მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონის პირველი პირი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ წერეთელში, კასუბლოში, კაჩაგანში, დამია გეორარხში და სადახტლოში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი გზების და სასმელი წყლის სისტემების აღდგენას მოიცავს. ასევე მიმდინარეობს საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის აღდგენის პროცესი. პროექტი ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ვადებში წლის ბოლომდე დასრულდება. ხიზანაშვილი და მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები წარმატებით მიმდინარეობს. მართალია, ზოგიერთი პროექტი მოგვიანებით დაიწყო, მაგრამ ეხლანდელი ტემპი ამ პროექტების მიმდინარეობისა გვაძლევს იმის იმედს, რომ აღნიშნული პროექტი მაინც დროში ჩაეტევა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის მომენტი, რომ თვითონ მოსახლეობა არის კმაყოფილი. ყველა ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვათვალიერებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. ეს გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი თხოვნით და მიხედვით და შეფასებული იქნა პრიორიტეტები და დაისახა გასულ წელს წლევანდელ წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. სოფლებში მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობაც. მათი თქმით, დაზიანებული გზების და სასმელი წყლის საკითხი მრავალი წლის მოუგვარებელი პრობლემა იყო, რაც შესაბამისად საყოფაცხოვრებო პრობლემებს ქმნიდა. თუმცა არის რიგი საკითხები, რომლის მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ სოფელში ბევრი რამ გაკეთდა. ამ ეტაპზე კი წყლის მილების რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩვენ გუბერნატორთან დავაყენეთ საკითხი, რომ სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შემდეგ გზაც მოწესრიგდეს, რადგან აქ უამინდობის დროს გავლა შეუძლებელი ხდება. გზის პრობლემა, დიდი პრობლემა იყო, მოგვიგარეს. კიდევ არის ცოტა წყლის პრობლემა, მეტია ემასაც მოგვიგარებენ. ყველა ის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. სოციალური პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადებების მიღება დაიწყო. რუსთაველ სტუდენტებს განცხადების გაკეთება საგანმანათლებლო რესურს ცენტრში შეეძლებათ. პროგრამა იმ სტუდენტებზე ვრცელდება, რომლებმაც წელს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ და შესაბამისად აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სტუდენტებმა განაცხადს დოკუმენტაციაც უნდა დაურთონ. განცხადებების მიღება 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაიწყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად განაცხადების მიღება, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. საქმე გახლავთ იმაში, რომ არის სულ 13 პროგრამა სოციალური. რუსთავის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ბავშვების მისაღებად მზა და ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებმაც რეგისტრაცია სხვა ბაღში გაიარეს, სასურველ ბაღებში საბუთები 11 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. იმ მოზარდებისთვის კი, რომლებიც წელს სააღმზრდელო დაწესებულებების მიღმა დარჩნენ, განმეორებითი რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში ჩატარდება. ჩვენ ვაგრძელებთ საბუთების მიღებად ახლად დარეგისტრირებული ბავშვებისას. 14 სექტემბერს ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ სასწავლო პროცესი. ოქტომბრის დასაწყისისთვის ჩვენ ველოდებით გარკვეული ვაკანსიების გაჩენას გამომდინარე იმ ჩვეულებრივი მოვლენიდან, რომ ყველა ბავშვი ვერ ეგუება ბაღს და სავარაუდოდ ოქტომბრის რიცხვებში ჩვენ გვექნება ტრადიციულად კიდე გარკვეული დიდი რაოდენობა ვაკანსიები.
ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ირლანდიელ სენატორ ჰილდეგარდენ ოქტონთან ერთად ეკონომიკის ახლა დანიშნულ მინისტრს დიმიტრი კუმზიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს და მთავრობის კანცელარიის მაღალ ჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პროგრესისა და განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა მიზნად ქვემო ქართლის რეგიონში კონკრეტული მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას ისახავს. ქალბატონი სენატორი ძალიან არის დაინტერესებული, რომ ეს არ იყოს მარტო აგრო და ბიზნეს მიმართულება, აქ იქნება კულტურული, სასწავლო და ასევე თვითონ ირლანდიელ ხალხსა და საქართველოს ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და აი ამ ურთიერთობების გაღრმავების სფერო. თოდრის ქუჩის 3 და 7 ნომერ კორპუსებში შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ამორტიზირებული მილები ახალი სისტემით ჩანაცვლდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ხელმძღვანელობა მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების საფუძველზე ახორციელებს. პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს მე-7 მიკრორაიონის 8 ნომერ ბინაშიც. სარემონტო სამუშაოებს ზედამხედველობას IP რუსთავის კორპუსის სამსახური უწევს. მთელი ტრუბები იყო გაჭედილი. დამჯდარი, ესე იგი მონსპარი იყო ტრუბები და ვინაც ითავა ეს საქმე ძალიან კარგი საქმე არის და კმაყოფილი ვართ სულ ყველამის. 42 წელია რაც ეს ვინა აშენებული. ხო და ახალი სისტრუბები უკვე აღარ ვარ გამოსაცვალი არიან. ცვლიანი ძალიან კარგია. პოლისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეროს განვითარების ფონდისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოში შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მიმდინარე პროგრამების პრიორიტეტებზე გაკეთდა. მხარეების მიერ ყურადღება გამახვილდა ასევე თვითმმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობაზე, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა გადამზადებას და დატრენინგებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ თვლით, რომ შვეიცარიის განვითარების აგენტოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც პირველ რიგში ესაძლევს ჩვენს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საშუალებას. შვეიცარიიდან ჩამობზადნენ სტუმრები, რომლებიც შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ეგიდით მოგზაურობენ საქართველოში და მათ აინტერესებთ მათი მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესი. ვისაუბრეთ პროექტის მიერ მიღწეულ შედეგებზე, როგორც მთლიან საქართველოში, ისე ბოლნისის რეგიონში და ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებს წინაშე დღეს დგას მუნიციპალიტეტი. მიწისძვრა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარზე ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8 საათსა და 50 წუთზე საზღვრიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში შექის რეგიონი იყო. ამ დროის მონაცემებით მიწისძვრას აზერბაიჯანში 1 ადამიანი ემსხვერპლა. ბიძგები ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშიც იგრძნობოდა, თუმცა რაიმე დაზიანებასთან გრევას ადგილი არ ჰქონია. მოგესალმებით, თვითონ ეპიცენტრი იყო შორს და ამიტომ ძალიან უნიშნელო იყო ეს მიწისძვრა და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ფაქტობრივად არავითარი ნგრევა, არავითარი დაზიანება არ მოყოლია არც ერთ რეგიონში. მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე დღეს ამომრჩევლებს მე-18 მიკრორაიონში შეხვდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ამორტიზებული სისტემის გამო წლების მანძილზე ტერიტორიაზე ანტისანიტარიის პრობლემაა. მიქაუტაძე მოსახლეობას საკითხის მოგვარებას დაპირდა. მისი განმარტებით, საკითხზე ადგილობრივი ხელმძღვანელობა თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, სისტემის რეაბილიტაცია კი მომავალ წელს იგეგმება. სამი ბინა მე-18 მიკრორაიონში აქვს კანალიზაციის პრობლემა. ხშირად იჭერება, ხშირად ამოდის. დაპროექტებული როგორც იყო ეს სახლი და ის მილი არ ყოფრის ამ სამი კორპუსის წყალს რომ გაატაროს და რომ თუ აშენდებოდა მე-18 მიკრორაიონში 10 და 20 ბინა, მაშინა წყლის ნაპორი გარეცხავდა იმას თავისუფლად. ეხლა ვერ რეცხავს. ამიტომ საშინელება არის აქ. ამოხეთქავს ტბად გავს ამბავს. პრობლემა რამდენი ხანია რაც გადმოვედით ჩვენ აქ ვცხოვრობ, ეს პრობლემა გვაქვს უყურებთ. კლიანის სისტემა შესაძლოა აქ უფრო მეტი კორპუსი უნდა ყოფილიყო, რომ გამართულად ემუშავა საკანალიზაციო სისტემა. სამწუხაროდ 4 კორპუსი აშენდა, მეტი არა და გამტარიანობა აღარ
არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია მთლიანად ქსელი და ამისთვის ჩვენც ქალაქის მერი მუშაობთ და სავარაუდოდ შევხვდენო 2016 წლისთვის, ანუ მომავალ წელს ეს ჩაიდება ბიუჯეტში და რაღაც კუთხით მოგვარდება. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება ამ ეტაპზე დასი 5 სპექტაკლზე მუშაობს. ქალაქში თეატრალურ სეზონს სპექტაკლი ადამიანთა სევდა გახსნის, რომლის რეჟისორიც თამარ ხიზანაშვილია. ოქტომბრის თვეში დრამატული თეატრი პატარა მაყურებლებსაც უმასპინძლებს. მოზარდების საბავშვო სპექტაკლს კოსმიური სტუმრები გურამ ბრეგაძის რეჟისორობით იხილავენ. რუსთავის თეატრის სამსახიობო დასი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს. ახალი სეზონისათვის უკვე 5 სპექტაკლია ჩაშვებული, რაზედაც 5-ვე ზემიტის მუშაობა პარალელურ რეჟიმში და ერთდროულად, მაგრამ რა თქმა უნდა, პრემიერები იქნება რიგითობით. 9 სექტემბერს მივდივართ ახალციხეში, სადაც ვითამაშებთ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალია, იქ ჩანიშნულებ თამაშობთ იასამას, სოლესოლე იასამას. ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით ბრუნდება. ევროპაში არალეგალების კრიზისის დასაძლევად ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ახალი ინიციატივით გამოდიან. საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები მიგრანტების რაოდენობის სხვადასხვა ქვეყანაში თანაბრად გადანაწილებას ითხოვენ. ერთობლივი წინადადება მათ ბრიუსელში უკვე გაგზავნეს. კოდირების სისტემის შემოღებას უნგრეთის პრემიერი მხარს უჭერს, თუმცა მისი თქმით ევროპელი ლიდერებისგან ჯერ ეს წინადადება არ მიუღია. მისი თქმით თუ ხორვატიიდან არალეგალები ისევ განაგრძობენ გადასვლას, უნგრეთის საზღვარზე ბარიერების აგებას დაიწყებს. ობამას ადმინისტრაცია კი ევროპას ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას თავაზობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. კვირის ბოლოს კი ლუქსემბურგში ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან, სადაც სწორედ ლტოლვილთა კრიზისს განიხილავენ. პარალელურად გერმანიის ერთ-ერთ ბანაკში ხანძარი გაჩნდა, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშევდა 5 მიგრანტი. ბოლო პერიოდში გერმანიაში არალეგალების თავშესაფრებზე თავდასხმის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე სირიელი მიგრანტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა რამდენიმე დღის წინ სანაპიროზე გამორიყული ბავშვის ფოტოები გამოიტანეს. ისინი ევროპის ქვეყნებისგან ერთობლივ ძალისხმევას ითხოვდნენ, რათა კრიზისი დასრულდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქრისტიანი ევროპა მუსლიმი მიგრანტების დასაცავად არაფერს აკეთებს. ბოლო მონაცემებით სირიიდან საბერძნეთამდე თავშესაფრის ძიებაში გამოვლილ გზას 12 ადამიანი ემსხვერპლა. გამაშობის ბოლოს ნახოთ, როგორია ამიდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში ნავარაუდევია დღისით 24 ღამით 100 გრადუსი სითბო. თეთრწყაროში დღისით 25 ღამით კი 13 გრადუსამდე გაზრდება ჰაერი. რაც შეეხება დმანისს, აქ დღისით 23 ღამით 9 გრადუსი სითბო იქნება. პოლისში დღისით +28 ღამით +16 გრადუსია ნავარაუდები. მარნეულში დღისით 31 ღამით 16 გრადუსი იქნება. თბილისში დღისით 31 ღამით 18 გრადუსამდე გაზრდება ჰაერი, გარდაბაში დღისით 32 ღამით 16, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით 32 ღამით 16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ასეთი იყო ქრონიკა ცხრის ნახევარზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.